დუშენის სინდრომი მიეკუთვნება იმ დაავადებებს, იშვიათ დაავადებებს, რომელთა მკურნალობასაც ყველა ნორმალური ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე უზრუნველყოფს. საქართველოში ირაკლი კობახიძე ურცხვად და უტიფრად გვეუბნება, რომ თითოეული თეთრი ხალხის ფულისა უნდა იქნას ძალიან აწონ-დაწონილად და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით დახარჯული. მაშინ, როდესაც კეიფებში, რესტორნებში, ბანკეტებში, პრემიებში, ჯილდოებში ფული საერთოდ არ ენანებათ, ბიუჯეტის ფულს ფლანგავენ, ხალხის ძალისთვის რომ შექმნეს ახალი ფრაქციები საკრებულოებში, მარტო 5 მილიონი წლიურად უჯდება ეს ბიუჯეტს, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეთა გადასახადების მიზნობრიობაზე. ეს არის უბრალოდ ის სტანდარტი, თუ როგორ უყურებს ქართული ოცნება ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან ღირებულებას ამ ქვეყანაში, ეს არის ადამიანის სიცოცხლე, განსაკუთრებით კი ბავშვის.